მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ. ახლა ვიცი, რომ ძალიან და გაინტერესებთ და პირველი რასაც გთხოვთ, აუცილებლად გააქტიურდით, იმიტომ რომ ბოლო დროს ძალიან იკლო ჩემ ვიდეოებზე თქვენმა ლაიკებმა და კომენტარებმაც. გთხოვთ ენერგოცვლისთვის, როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვის საჭიროა და საჭიროა ასევე სოციალური ქსელი, YouTube იქნება თუ TikTok-ი, იმის ჩვენება, რომ თქვენ ძალიან მოგწონთ, აზიარებთ, ალაიკებთ, აკომენტარებთ, მიყვებით, ასე ვთქვათ. ქვევიდან ზევით ყველაფერს იმისთვის, რომ ხშირად იხილოთ ხოლმე უფრო საინტერესო და ახალი თემატიკები, რომელსაც შემოგთავაზებთ მე, ასევე თქვენ სურვილისამებრ საერთო გაშლების თემებსაც გთავაზობთ, როგორც იცით, ვითვალისწინებთ თქვენ სურვილებს, ამიტომ გააქტიურდეთ. რაც შეეხება ამ გაშლას, გაშლა გვექნება თქვენი პარტნიორის ემოციებზე, რა ემოციები აქვს მას თქვენთან მიმართებაში. რა ემოციებს იწვევთ? როცა თქვენ გვერდით არის, ყველასთვის იქნება ეს. როცა თქვენ გვერდით არის, როცა სოციალურ ქსელში გაგვირდებათ, როცა შორს ხართ, როცა ენატრებით, თუ არ ენატრებით, საერთოდ გავიგოთ, რა ემოციებს იწვევთ თქვენ ჩაფიქრებულ პარტნიორთან მიმართებაში. იმისთვის რომ გავიგოთ თქვენი გაშლა ეს კონკრეტული თუ არა, ვინაიდან საერთო გაშლა ყველასი არ იქნება. და ვერ დაემთხვევა რა ენერგიებში ხართ თქვენ ახლა მასთან მიმართებაში. ცოტა რთულ ვითარებაში ხართ, გაშლას მანარაზე ვაკეთებ, ამიტომ 18+ კარტია და ვერ გაჩვენებთ ხშირად, ღია არის ძალიან და ესეთი, ამიტომ კარტებს ჩემთვის შევინახავ, მაგრამ მომისმინეთ და მიყურეთ, რაც შემეძლება გაჩვენებთ. ემოციები, ფანტაზიები ძალიან 7,000, ძალიან ბევრი გაქვთ, 9 ჟეზლი, 7,000, ტუს პენტაკლი ამოდის აქ. ეს არის შანსი თქვენი აზრით მასთან ურთიერთობის ჩამოყალიბების, დათბობის, რაღაცა რთული ეტაპის გადალახვის, რომელიც შეიძლება გაქვთ ურთიერთობაში, იმიტომ რომ 9 ჟეზლი აქ არის ყველა ვარიანტში. 9 ჟეზლით ცოტა რთული მდგომარეობა, ცოტა დისტანცირებული ურთიერთობა, სადაც ადამიანი შეიძლება რაღაცა ერთგვარ დისტანციაზეა თქვენთან მიმართებაში, ტერიტორიული დისტანცია იქნება თუ მენტალური დისტანცია იქნება, რაღაცა რთულ ვითარებაში მიმდინარეობს ახლა აქ ყველაფერი ემოციურად. ცოტა დასჯილ მდგომარეობაში ხართ, მაჩვენებენ თითქოს რაღაცა გრძნობთ, რომ აი ადამიანი რაღაცის გამო გსჯით, არ ვიცი, თქვენი სურვილის მიხედვით, რაც თქვენ პრეტენზია წაუყენეთ შეიძლება, რაც თქვენ გინდათ რომ იყოს, რა სტატუსით თქვენ გინდათ რომ მას თქვენ ოჯახში, თქვენ ცხოვრებაში კონდეს, ის არ გაქვთ და ამის პრეტენზია წაუყენეთ, ნაწილი იქნება ისეთი, რომ უბრალოდ ცხოვრებისეული პრობლემები არ გაძლევთ, ასე ვთქვათ, დაახლოების მდგომარეობას, ყოველას თქვენი გაქვთ მოკლედ დეტალები. ესე ვინაიდან საერთო გაშლა, მაგრამ ძალიან დიდი აქ არის ფანტაზიები, ზნეგადასული შემიძლია ვთქვა, ისიც კი, ვინაიდან 18+ კარტია აქ არის ზედმეტად ემოციური ფონი თქვენი მხრიდან, იმაზე მეტიც კი, ვიდრე შეიძლება რეალობას ხანდახან შეესაბამებოდეს, ძალიან ერთისული გაქვთ, როდის გამოჩნდება თქვენ ზღვარზე, იმიტომ რომ მინდა გაჩვენოთ, აქ ქალბატონი შხაპსღებულობს და ფანტაზიებში ელოდება, როდის მისი რაინდი, მისი, არ ვიცი, სპაიდერმენი არის თუ ვინ არის აქ, ზორო, როდის გამოჩნდება ზღურბზე და მასთან ერთად მიიღებს შხაპს მაგალითისთვის. და მთელი ფანტაზიები არის ამასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი და ეს ურთიერთობა თქვენთვის არის ტუს პენტაკლი, როგორც გითხარით, სტაბილურობის მომცემი, ძალიან კარგი შანსი, ძალიან კარგი ემოციური ფონის შანსი, კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბების შანსი, რაღაცა აი პერსპექტივად მიიჩნევთ ამ პიროვნებას თქვენ ცხოვრებაში და ძალიან დიდი ემოციური ფონი გაქვთ. წყლის დედოფალი ამოდის აქ, ნაწილისთვის იქნება რომ წყლის სტიქიას წარმოადგენთ, კიბორჩხალა მორიელი თევზების ნიშანი შეიძლება ბრძანდებით, მაგრამ საერთო გაშლაში მივეჭეჭვებით. აქ არის ძალიან ემპათიური გრძნობები თქვენი მხრიდან, შორ დისტანციებზეც კი მის ემოციურ ფონს რომ გრძნობთ და ხვდებით, ასე ვთქვათ, რა ხასიათზეა თქვენი პარტნიორი, რაღაცა შეიგრძნობთ ხოლმე, აი ახლა მომწერს და შეიძლება იმ მომენტში მალევე მოგწეროთ, აი რაღაცნაირი შორ დისტანციაზეც კი გრძნობთ და ხვდებით თქვენი პარტნიორის ემოციურ მდგომარეობას, მაგრამ ეს გაშლა მაინც გაინტერესებთ ჩემი დადასტურება, ასე ვთქვათ, სავარაუდოდ. და წავედით გავიგოთ ახლა მაშინ რა ემოციებს იწვევთ თქვენ პარტნიორში.
მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ სოციალურ ქსელში სტორებს, ფოტოებს, rilsებს აკვირდება და ათვალიერებს თუ თქვენ გვერდით როცა არის, თუ საერთოდ სიშორეში როცა არის, რა ემოციებს იწვევთ თქვენ პარტნიორში, გავიგოთ. ისი ემოციები თქვენთან მიმართებაში. ნუ თავსთვის აქ ხმლის მეფეთ, ეს არის ძალიან ცივი პიროვნება. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი უხარია, რომ რაღაცნაირ გამარჯვებულ მდგომარეობაშია თქვენთან მიმართებაში და უხარია ის, რომ ცხოვრება უხარია საერთოდ. რაღაცნაირად, აი თქვენ რომ გიყურებთ, თქვენ ფოტოებს უყურებს, თქვენ სინაზეს უყურებს და აკვირდება როგორ იპრანჭებით, არ ვიცი, ეს ფოტოებში იქნება, სტორებში თუ მას ეპრანჭებით კონკრეტულად და ამ ყველაფერს ხედავს რაღაცნაირად ენაზებით, რაღაცნაირად თბილი ხდებით, არ ვიცი, გამომწვევით, არა, უფრო სინაზისკენ და უფრო სირბილისკენ მიდის თქვენი ემოციური ფონი მასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ გაცილებით მეტად შეგიძლიათ შეეხვეწოთ რაღაცნაირად, არ ვიცი, შეეხვეწოთ ცოტა ცუდი ნათქვამია, მაგრამ მომიწევს ამ კარტის ჩვენება. აქ ქალბატონი, ნახეთ, ხოხვით მიდის მამაკაცისკენ და მამაკაცი თითქოს რაღაცა თავს იცავს. აი ნუ შეგრძნება იმისი, რომ აი თქვენ ეხვეწებით, ეს მას რაღაცნაირ დღესასწაულს უქმნის, გამარჯვებულად ხდის, რაღაცნაირ მის ეგოს აკმაყოფილებს მამაკაცურს, რომ აი მარტო მე კი არ მომწონს და მარტო მე კი არ მიყვარს. აქ 3,000-ია საუბარი, ბევრი ნაწილისთვის, 60-70%-ისთვის სასიყვარულო სამკუთხედზე იქნება საუბარი დიდი ალბათობით, ნაწილისთვის შეიძლება არა, ვინაიდან საერთო გაშლა გვაქვს, მაგრამ აქ არის ვინც არ ხარ სასიყვარულო სამკუთხედში, ზუსტად იცით, აქ არის ემოციური ფონი, სადაც ცოტა არ იყოს პასუხისგებლობის გარეშე კმაყოფილდება ეს ადამიანი, აი იმითი, რაც აქვს თქვენთან, იმ ინტიმით, იმ კავშირით, იმ რა სიტუაციაშიც ხართ, რა სტატუსით გაქვთ ახლა, კმაყოფილდება ამ ყველაფრით, ზედმეტი პასუხისგებლობის აღების გარეშე. სხვა დანარჩენები იქნებიან სასიყვარულო სამკუთხედის ნაწილი, როგორც გითხარით, ის ადამიანები ასე ვთქვათ, ბედნიერი და გახარებულია თქვენთან მიმართებაში, რომ მარტო ის კი არ ქმნის სიტუაციას, რომ გეხვეწებათ, ვინაიდან შეიძლება სტატუსურ, ასე ვთქვათ, დაოჯახებულ მდგომარეობაში, არამედ თქვენ უფრო მეტად გჭირდებათ, თქვენ ხოხვით მიდიხართ მასთან. კიდე რა ემოციები აქვს, ცოტა არ იყოს, ეგო აქვს გაფურჩქნული ძალიან ზე, თავის თავზე და თავის ტიპაჟზე, აი, კაი ტიპი ვარ, ესეთი მომდის ენერგიულად, რო გითხრათ მის თვალში და ამით კმაყოფილდება თქვენი ემოციური ფონის მიღებისას. კიდევ იწვევთ მასში, ნუ ემოციების დაბალანსებას მაქსიმალურად, კმაყოფილი ხდება, თქვენ რო გიყურებთ მაქსიმალურად კმაყოფილი ხდება, კიდევ იმითი, რომ თქვენ ტანჯვას ხედავს და რაღაცნაირად გრძნობს, რომ არ ვიცი, კიდევ იმეორებს ზოგისთვის დისტანციაზე რომ არის, ამითი ერთგვარად გსჯით რაღაცნაირი სასჯელს კუთხეში მიგაყენათ და გსჯით რაღაცნაირი სასჯელივით არის თქვენთვის და აი ამ ეგოიზმს იკმაყოფილებს ამითი, რომ აი შენ როგორც გინდოდა ისე კი არ იქნება, აი თუ ეგრე გინდა, მაშინ აი რაღაც დისტანციაზე ვარ, აი მოგენატრები, აი დაგაკლდები და კიდევ უფრო მეტად მიხვდები შენთვის როგორი ძვირფასი ვარ. აქ ემოციებზე უფრო თავის კმაყოფილებაზეა ამ გაშლაში მდგომარეობა, უფრო ეგოისტიკა კაცის მდგომარეობა, გაშლა თუმცა ორივე სქესისთვის არის, თქვენ თავზე მოერგეთ მამაკაცებმა. აქ გრძნობს ადამიანი, რომ ძალიან ბევრი საფლაფორდო და სამუშაო აქვს ამ ურთიერთობებზე და ცოტა არ იყოს ნეიტრალიტეტში, ანუ ზედმეტად თავისი დროის და ენერგიის ჩადება ამ ურთიერთობისთვის, თქვენ ურთიერთობაზე მაქვს საუბარი. მზად არ არის კონკრეტულად ეხლა ამ შემთხვევაში და რაღაცა ზედმეტი მოძრაობების და ოფიციალურობის შემოთავაზებებისთვის აბსოლუტურად არ განიხილავს გეგმაშიც კი. კიდევ მისი ემოციები არის ის, რომ რაღაცა თითქოს კონფლიქტური სიტუაცია მწიფდება თქვენ ურთიერთობაში, ან ზოგისთვის უკვე მომწიფდა და ხუთიან ხმით შიშები აქვს, რომ გაექცევით, მოიცა როგორ დაგანახოთ, რომ გაექცევით და ეს ადამიანი ხელს
წევს რომ არ წახვიდეთ ჩემთან დარჩი, ანუ შიში აქვს იმისი რომ ამ კონფლიქტმა რომელიც შეიძლება უკვე იყო თქვენ შორის ან წიფდება რომ თქვენ შეbrundებით გზას გაუყვებით და თქვენ ახალ პარტნიორულ ურთიერთობებზე სხვასთან მიმართებაში იმუშავებთ, ვინაიდან მას ემოციები აქვს. აქ არის წყლის სტიქიის მეფე, აქ არის ემოციური ფონი ნამდვილად თქვენთან მიმართებაში, თუმცა სექსუალური მიჯაჭვულობა ეშმაკით ძალიან დიდი ენერგეტიკული სიგიჟე